რეკლამის შემდეგ მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ დისკუსიას. ხო, მოდით ვილაპარაკოთ იმაზე თუ განვითარების რა პერსპექტივაა. მე მგონი, რომ ძალიან მალე, როდესაც ეს ნაგავი, გიჟები, სულიერად ავადმყოფები და რადიკალები და სულგაყიდულები და უსამშობლოები და აგენტები, უბრალოდ უფლება აღარ ექნებათ, ჩვენ მონაწილეები ვიქნებით ყველა პოლიტიკურ სექტორში გაჯანსაღებისაგან. რუსებს აქვთ ოკუპატორს სვიატამეს და პუშტა ნიბუვაი და ნორმალური ხალხი მოვა, რომელიც რა არის, ხა ჩემი აზრით, აი მოდი, ხა მე ჩამოვაყალიბე და მე თქვენი აზრი მოვისმენთ. პირველი, არა ისტერიულობა, შეთქმულების თეორიების არ გავრცელება, იმ სიგიჟის გაჩერება, რომ რუსეთი მართავს ქვეყანას, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს, რუსეთი, რუსული არ მუშაობს ეს და სიგიჟეების გამოგონება, რომ აი თურმე ხელისუფლება სუსტია, 10,000 სპეცრაზმელი გადმოდის და პოლიტიკური ბრძოლის არჩევა, იდეებით ბრძოლა. არ მომწონს ეს, არ მომწონს ის. ხო, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სუვერენიტეტის აღიარება. მორჩეს იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენ იქ არის ჩვენი ლეგიტიმურობა. აი ეს არის კრიტერიუმი, რითაც ახალი ნორმალური ოპოზიცია გაიჩიტება. შავ, ჩემი აზრით გუშინ წინ ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იყო, მაგალითად, რომ განათლების რეფორმა იწყება. ამ თემაზე შეიძლება კამათი და უნდა იყოს კამათი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს პრობლემები. მოდი ვაღიაროთ სამწუხაროდ ბოლო 30 წელი ქართულმა სახელმწიფომ ჩვენი განათლების სისტემა ჩვენ მივანდეთ NGO სექტორს. რომელმაც დედაუტირა. ხო, ანუ იცი რა გამოზარდა, ანუ ჩვენ არ მიგვიღია არაფერი, რომელიც უკეთესი იყო, რაც ჰქონდა იმაზე. ანუ რაც არის ყველაზე ცუდი და ამ თემაზე კამათი უნდა იყოს. პლუს ამას მოდი ვთქვათ რა, რომ ნაციონალური მოძრაობის მოშორებით ქვეყნიდან გზა ეხსნება ყველა ძალას. მათ შორის მაგალითად ჩემთვის ყოველად საზიზღარ გახარიას პარტიასაც და მსგავს პოლიტიკურ მოძრაობას, რომელსაც უნდათ რომ იყვნენ მესამე გზა, რაღაცნაირად ეხსნებათ ის დამოკიდებულება. გახარიას უკვე არა, მე გახარიას გულისხმობ რა, ანუ გახარია პერსონალურად ჩაიფუშა რა. ანუ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომელსაც უნდა ქონოდათ განსხვავებული ხედვა. მაგალითად, ბადრის და მეორე ხანდაზმულ თაღლიც არ ეხსნება, იმიტომ რომ პირდაპირ ნაცებს შეექმნენ რაღაცა ეტაპზე რა. აი უბრალოდ საგიჟეთი იყო ის რაც გააკეთეს. რა იცი, ამ ქვეყანაში საჭიროა რომ პოლიტიკა იყოს ორიენტირებული ხედვაზე. რა გვინდა, რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როგორი ეკონომიკა გვექნება. ანუ არ უნდა გვიწყვეტდეს ვიღაც აბსოლუტურად შეშლილი ევროპელები რა უნდა იყოს ჩვენ ქვეყანაში სალაპარაკო თემა. ანუ მე ამას რატო ამბობ? იცი რა, ფაქტობრივად, აი ახლა რომ მედიას რო გადავხედოთ, სოლიდური ნაწილი არის პოლიტიკური მედია და არის კიდევ უფრო ცუდი მედია, რომელიც NGO მედია, რომელიც რადგან გადაწყდა, რომ ამ შემთხვევაში უნდა ებრძოდნენ მთავრობას, მარტო ანტისამთავრობო რაღაცებთ არიან დაკავებულები და ესეც უნდა შეიცვალოს. ოღონდ ძალიან ბევრი ტყუილია, ძალიან ბევრი წმინდა წყლის ტყუილია. შავა, ტყუილი და პირდაპირ მანიპულაციები. მანიპულაციები ტყუილია. არა, მე სერიოზულად ვამბობ, მე თუ მაგალითად მინდა ომზე გავიგო უკრაინის პროპაგანდა რა სიგიჟეს ამბობს, ქართულს ვკითხულობ. იმიტომ რომ ანუ სხვაგან სამხედრო ექსპერტები. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის ნაცების გენერალი. აბსოლუტური შიზოფრენია. ანუ იმიტომ რომ ეს არის ხალხი, რომ თან განათლების რეფორმა რატო მნიშვნელოვანი რომ კრიტიკული აზრი უნდა გაქვს რა. ხო, არა აღარ გვაქვს ქვეყანაში. ანუ მე რას ვამბობ, იცი რომ აი ავიღოთ ორი თეზისი, რომელსაც ქართული ოპოზიცია წარმოაჩენს, რომ ქართული ოცნება არის სუსტი, არაფერი არ შეუძლია, არაფერი არ გამოდის, ქართული ოცნება არის ტირანია, რომელიც ანადგურებს ყველაფერს. რუსული თან. ერთად როგორ მუშაობს ეს? ანუ ქართული ოცნება თან სუსტია და თან ძალიან ძლიერია, ანუ ეს როგორ მუშაობს ერთად? პრინციპში მე ხა ველოდები ამ პროცესების შემდეგ საკონსტიტუციო ძალით ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას, ალბათ ყველა ველოდებით დაპირებულები. და ველოდები იმას, რომ ბოლო იქ რაღაცა საფრთხე, ხო? როგორც Game of Thrones-ში არის ის ჩილოჩი რომ არიან ისა კურების არმია. ხო, კურების არმია. აი ესე ნაცებიც არიან კურების არმია მართლა. დიაში ეგარ. ხო, ვერც მოლაპარაკებაში ვერ შეხوار, ვერ შეხوار. ხო, შეუულებელია. ანუ ეს არის შეუულებელი რაღაცა შენ დემოკრატიის პროცესი აწარმოო. დემოკრატიას ძალიან მარტივი რაღაცა ჭირდება და სიამდვილეში. დემოკრატია არ მუშაობს თუ არ არის
რაღაცა საკითხებზე ელემენტარული თანხმობის პოლიტიკა. აი რაღაცა სუვერენიტეტი ეს უნდა იყოს თანხმობის პოლიტიკის ნაწილი და მე უკვე შენ რაღაცა პიროვნულად კობახიძე არ მოგწონს თუ დინარაძე არ მოგწონს, ვინც კიდე ეს გააკრიტიკე, მაგრამ სუვერენიტეტს თავი დაანებ, სუვერენიტეტი აღიარე და ამის ირგვლივ იყავი გაერთიანებული. მე უკვე ეს პოლიტიკური პროცესები ჩემთვის გასაგებია. ეხლა ჩემი თავარი რაც უნდა იყოს ამომავლოდ არის სწორედ ის რომ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კაფეოთ უნდა თქვას რომ იმას ვისაც აქვს სუვერენიტეტის მიმართ ძალიან ლოიალური დამოკიდებულება ის პოლიტიკურ ველზე უნდა დარჩეს ხოლო იმათ ვისაც არ აქვს ეს სუვერენიტეტისადმი ლოიალობა ისინი პოლიტიკიდან უნდა წავიდნენ ამის გარდა ნუ ეს თავისთავად რაც მოითხოვს ეს მოითხოვს იმას რომ როდესაც გესაუბრებიან აქ ადგილობრივი ინტერესებით და არა იმით რომ აი დაავალეს ბრუსელში ვინ რა თქვა და იქ არა ან დაავალეს ხო რომელმა სენატორმა რა თქვა კიდე ამით არა ეს არის ძალიან ისე ალბათ ტესტი ეგ იქნება რა საბოლოო ჯამში ვინ იქნება ვინ დარჩება ქართულ პოლიტიკაში და ვინ არ იქნება ქართულ პოლიტიკაში ანუ რეალურად საბოლოო 4 წელიწადში მოხდა ეს არის ქართული პოლიტიკის თამაშის წესები შეიცვალა აქამდე იყო სწორება რომ ვინ უფრო მეტად არის ლიბერალი ის არის კარგი და ეხლა იქნება რომ ეხლა ვინც უფრო მეტად სუვერენისტია და ვინც უფრო მეტად იცავს ეროვნულ ინტერესებს და ამაში დღეს მოწინავე არის ქართული ოცნება ის იქნება პოლიტიკურ ველზე აი საერთო პრინციპებზე ახსენე შენც და ნუკრიმაც. აი რატო ხდებოდა ეს ქვეყნის ჯანჯღარი არჩევნების დროს და არჩევნების არაღიარება რაც აი დავალება რა დავალება იყო, მაგრამ ნახე როდის ხდება არაღიარება. როცა შენ არ ხარ შეთანხმებული სუვერენიტეტს. ანუ შენ როცა ხარ ამბობ რომ იქ არ მოგცეს ლეგიტიმაცია. ანუ შენ როცა თანხმდები რომ მე ვთამაშობ სუვერენიტეტს წავაგე ამ პარტიასთან თქვათ რა ვიცი 50-ით 25%-ად. შევალი 25 და ვეცდები რომ შემდეგზე დავამარცხო. ანუ შენ რო თამაშობ ფეხბურთს და მეორე თამაშობს რა ვიცი ბალეტს ან რაღაცა შტანგას წევს, ეს არ უნდა იყოს. ანუ ამიტომ ხდებოდა ეს ასე ვთქვათ ქვეყნის ჯანჯღარი და არაღიარება. აღიარება ხდება მაშინ, როდესაც ძირეულ პრინციპებზე რომ სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა და უსაფრთხოება ამაზე თანხმდები, რომ ქართველობა არაა სირცხვილი და მე მსჯელობ, რავი, გადასახადი უნდა იყოს 20% თუ 23 თუ განათლება ესეთი უნდა იყოს თუ ისეთი, ეგენი უკვე არის ის საკითხები, რაზეც დისკუსია მოსულა. და პლუს ამას. ჩემი აზრით ეს დიდი მანდატი რაც მიიღო ქართულმა ოცნებამ და სავსებით დამსახურებულად, ეხლა არის ძალიან სწორი და მისასალმებელი, რაც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა განათლების სისტემა. ეს კადენცია, ეს 4 წელი არის სწორედ იმ მიღწევების ჩაბეტონებისთვის და გამყარებისთვის საჭირო, რაც წინა 4 წელიწადში იქნა მიღწეული. ეს არის სუვერენიტეტი, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ სუვერენიტეტს საფრთხეს უხდიდა ორი წყარო. ერთი ეს იყო გარე დაუძინებელი მეგობრები და მეორე აქ განათლების სისტემა, რომელიც გადმოყვა, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხდა საფუძვლიანი რეფორმა და იმისთვის რომ აი ეს სუვერენიტეტის მიღწეული შედეგები გამყარდეს და გრძელვადიანი მდგრადობის კომპონენტი მიიღოს, ამისთვის საჭიროა ეს 4 წელი მართლა მუქჭაუხდელი შრომა განათლების მიმართულებით და ამ მხრივ მხოლოდ მისასალმებელია პრემიერის დაანონსებული რეფორმები. ძალიან კარგი, გიშველათ ღერთვა. რა არის ისიც რომ მე რატომღაც გონია რომ ეს ყველაფერი რამ მდგომარეობაში ვართ დღეს და თუნდაც აი 30 წლის წინანდელი მდგომარეობა ეს ყველაფერი შექმნილი იყო ხელოვნურად. ანუ ხელოვნურად მოხდა ის რომ მოგვეხმარნენ ეკონომიკის დანგრევაში, მოცარიელებული იყო ველი და ამ ველზე შემოვიდნენ და შემოიყვანეს ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ამუშავებდნენ თვითონ, ანუ რაც უნდათ რა მიმართულებასაც უნდათ აძლევდნენ. ასევე ეს განათლების სისტემაში იყო მათი ჩანერგვა თუ აი პოლიტიკაში მათი ესეთი ჩარევა ეს ყველაფერი ხდება და ხდებოდა ხელოვნურად. შესაბამისად, როგორც მათ გაათავისუფლეს ველი იმისათვის, რომ თავის ინტერესებში შედიოდა, ეგრეთ ჭირდება დღეს ჰაერევით ჭირდება საქართველოს ჩვენს ქვეყანას გათავისუფლდეს პოლიტიკური ველი მოძალადეებისაგან, რომლებიც არიან გამოზრდილები იმ NGO-ების მეშვეობით და იმ NGO-ების წევრებიან, რომლებიც თავის დროზე დაგვიგეგმეს და ხელოვნურად მოგვიყვანეს, თქვა ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა, ხო? ამიტომ რანაირად შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობდეს პოლიტიკური ძალა, რომელმაც უარი თქვა პოლიტიკაზე, არჩევნებში მონაწილეობაზე, ყველა პარლამენტში შესვლაზე და პირდაპირ გამოაცხადა, რომ მე უნდა მოვახდინო რევოლუცია. რა არის პოლიტიკური პარტია? რამე პოლიტიკური ორგანიზაცია, რა შეიძლება მოსუწოდო პოლიტიკური, მაგის განცხადებას პოლიტიკური პარტიობა რა თუნდა. ნებისმიერი ჯგუფი შეიძლება გამოვიდეს
და განაცხადოს, რომ მე მინდა რომ გაიკეთო ნიღბები და ხელისუფლება უნდა გადავაწყო. რა თქმა უნდა, პარტია ერქვას და რაღაცა აღიქმებოდეს როგორც თავარი ოპონენტი ქვეყნის. არა. ანუ თავის დროზე, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, დროის სიმცირის გამო აღარ ჩამოთვლი, რა უბედურებებს აწევდნენ ქვეყანას, საზოგადოებას, ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ეს განეიტრალებული იქნას სრულიად და პოლიტიკური პარტია მას აღარ ეწოდებოს და კანონით განეიტრალებული. რა თქმა უნდა, და მას შემდეგ აი მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ჰქონდათ საშუალება რომ მას შემდეგ რაღაცა სხვა ფორმატში გადასულიყვნენ და ნელ-ნელა ალბათ ქართული საზოგადოება ფაქტიც არის ხომ ხარდამჭერები ყავდათ გინდა თუ არ გინდა და ქართული საზოგადოება რაღაცა ნელ-ნელა ჩაანაცვლებდა ვიღაცებს და შეინარჩუნებდნენ ესენი ფორმას როგორც პარტიას. მაგრამ მიუხედავად ამისა, რა მოძალადეებიც იყვნენ ხელისუფლებაში, ის მოძალადეები დარჩნენ ოპოზიციონერების დროსაც. შესაბამისად, მათი განაცხადები, მათი ქმედებები სრულად ანტიკონსტიტუციურია. აი სრულად არ შეიძლება ესენი იყვნენ პარტიის წარმომადგენლები. არა, ამიტომ უნდა კანონის ძალით ჩვენ ცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში. მორჩა და გათავდა, ვისაც რა უნდოდეს, ვისაც ეს სიამოვნება თუ არ ეს სიამოვნება, სახელმწიფო შემდგარი სახელმწიფოა, სამართლებრივი სახელმწიფოა. ამიტომ დღის წესრიგს ვიღაცა იუკნევიჩიანეები და ვიღაცები ჩვენ არ უნდა გვიწესებდნენ, თვითონ ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, რა ჭირდება საზოგადოებას, მის მომავალთაობას, აი რაღაცა განათლების რეფორმაზე ვისაუბრეთ. ნებისმიერ ჩვენ უნდა გადავიდეთ გრძელვადიან ეკონომიკურ, რა თქმა უნდა, აღორძინებასთან დაკავშირებით, ანუ დღის წესრიგი უნდა შეიქმნას პოზიტიური უკვე ისტერია უნდა მოხდეს, გიჟები უნდა წავიდნენ საჯარო პოზიტიური დღის წესრიგი უნდა შექმნას და უნდა გადავიდეთ მხოლოდ და მხოლოდ იმ დავასთან დაკავშირებით, რასაც ქვია არსებითი დავა. ერთი რამე რომ ნებისმიერი აი მომავალი პოლიტიკური თაობის წარმომადგენლებთან დაკავშირებით, ხო? დღესაც და ადრეც თქვა, ხო რაღაცა სამი ხელისუფლების შემსწრეები ვართ, მეტის თუ არა. ანუ ლიდერები საიდან მოდიოდნენ? მაღლიდან ხო არავინ არ ჩამოვარდნიდა. ლიდერები იბადებოდნენ და გამოდიოდნენ რაღაცა იმ საზოგადოების აი მორალისა და იმ სტანდარტებიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებას აწყობდა, ხო? სააკაშვილის დროს იქ რაღაცა ვითომდა არა, სპონტანურად ეს იყო სპონტანურად უცბად საიდანღაც მოვიდა, რა თქმა უნდა მოგვიყვანეს, მაგრამ მაშინ სწორად იყო გათვლილი, შალვა იცი რა იყო სწორად გათვლილი საზოგადოებას, ძველსა და ახალ შორის რაღაცა ჭიდილი მიდიოდა და ნიჰილიზმიც იყო საზოგადოების დიდ ნაწილში, ზვიად განსახურდიას პერიოდში, ხო იყო იქ ეროვნული იდეებით მოვიდა ლიდერი, მაგრამ მე როგორ გაგრძელდა ეს უკვე ცალკე საკითხია. დღეს საზოგადოებაში უყურე რა სიტუაცია დღეს საზოგადოებაში ახალი ლიდერი რო დაიბადოს, დაახლოებით იგივე მიმართულება უნდა ქონდეს, რაც აქვს დღეს სარეველა უნდა მოაშოროს. ანუ დღეს საზოგადოებას ჭირდება პრაგმატულად ცხელ თატვინიანი და იქ რაღაცა ჯიხს რო ირწყავს გულზე და ეგრე დარბის, ეგეთი დღეს საზოგადოება აღარ მიიღებს. ჩვენ სხვანაირი ლიდერი ჭირდება და სხვანაირი პოლიტიკოსები ჭირდება. მინიმუმ უნდა შეეძლოს კიდევ ერთხელ გავამეორებ, რომ დიდი ხანი არ მოიშლება საქართველოში ჩარევები, ანუ სხვა ქვეყნები აუცილებლად ჩაერევიან და ვიღაცას დააფინანსებენ. მაგრამ ის რომ ქვეყანაში ეცოდინებათ, რომ თქვათ, აგერ იმ X პიროვნებას ვიღაც აფინანსებს, იმას უნდა შეეძლოს. რა თქმა უნდა, კანონებმა შეზღუდა ეს ყველაფერი, მაგრამ იმას უნდა შეეძლოს იმის თქმა ვიღაცისთვის, რომ ეს არის ჩემი ქვეყნის ინტერესი. ამიტომ თქვენ რომ მომიწოდებთ სანქციებზე რუსეთისადმი, მე ამას ვერ გავყვები, იმიტომ რომ ქვეყანას დააზარალებს იმარ ოპოზიციონერი, მაგრამ მე ჩემი ქვეყანა არანაკლებ მიყვარს, ვიდრე ხელისუფლება. სანამ ესეთი ხალხი არ მოვა, ოპოზიცია ჩვენ არასოდეს არ გვეყოლებოდა და ეს იქნება ძალიან მალე მოვა სამსევიდრე. მაგრამ ეს რა თქმა უნდა ხელი შეუწყოს ნაციონალური, კოლექტიური, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურად განადგურება, შემდგომ გასამართლება, აი რა უნდა გავაკეთოთ, ერთს დავამატეთ რა. ბრძოლის ველზე ხო ბევრჯერ გაგვიმართვია. გასამართლება არის აკრძალვა. რა თქმა უნდა, გასამართლებაც აკრძალვა არა, აკრძალვა ერთია. არა, გავასამართლოთ ის ადამიანები, რომლებსაც რა თქმა უნდა კონკრეტული პიროვნებები, ვისაც დანაშაულები აქვს ჩადიან. ანუ დღეს გამარჯვება ჩვენ მოვიპოვეთ ბრძოლის ველზე,
და ამას როგორი გამყარება ჭირდება, იცი რომ გაიქცეოდნენ ხოლმე და მიყვებოდნენ რომ ეს ბოლომდე მieყვანათ თავიანთ საქმე, საზღვრებამდე ვისაც მიწვდებოდნენ რომ ანადგურებდნენ პოლიტიკურად, ეგრე უნდა გავანადგუროთ პოლიტიკურად, რომ ისინი აღარ მოწიალდნენ. კი ბატონო, პოლიტიკურად გავანადგუროთ, აღარ მოწიალდნენ, თუ მოწიალდნენ ცოტა მეგობრო, მე წვეთახმები ზაზას და დასასრულ მინდა თქვა რომ აი რითაც დავიწყე აი ეს ვიდეო რო გავუშვი მეგობრებო. ხა ის ტიპი რო არ იყოს აქტივისტი და საქართველოს პოლიტიკური ჯანყის თუ ამბოხების მონაწილე რო არ იყოს, გავატარებდი და ნუ გიზია ვიტყოდ გავიცინებდი ბევრი ახლა თეატრალურ თუ სხვა შემოქმედებით სამყაროში ესეთი შემოქმედებითი მოგიზიანება იციან, მაგრამ ეს ადამიანი ასეთ ადამიანს რომელსაც ახის რომ შექსპირი შექმნა დოიმ პრეტენზია აქვს რომ დაამხოს. ზუსტად განათლების სისტემის დამსახურება მაგისთან დეგენერატები რო არა, დეგენერატი ყოველთვის იქნება, მაგრამ ნუ მომხობ, შენ მაინც ნუ მომხობ. და კაი, ისეთმა ფურმა დამამხოსო, ხო იცი? ისე დოი რა შვება. დოი ხედავ რა შვება, ტრიუმფალურად ჩინეთში ხო გადარია ჩინეთი და დიახ მეგობრებო, მართალია ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს თავს, ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს გვერდითყოფებს, ფსიქიკური ჯანმრთელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. გადაიდგა ნაბიჯები ამის გამოსასწორებლად, სუვერენიტეტი რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკას არ უნდა შეახო ავანტიურისტი, გიჟი, ცუდი ადამიანი, ანგარებიანი და ეს დრო მოდის. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ძალიან მალე, კონკრეტულად კი მომავალ შაბათს.